მოგესალმებით, ეთერშია მეგისაჯაიას სამედიცინო პოდკასტი და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია ბატონი რეზო სულხია. მიან გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და უბრალოდ ადამიანი, რომელიც ყველას ძალიან უყვარს, როგორც პაციენტებს, ასევე მის კოლეგებს. ბატონ რეზო, მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისთვის და დავიწყოთ ჩვენი პირველი შეკითხვით. ზოგადად ექიმობა ძალიან რთული პროფესიაა. განსაკუთრებით რთული და საპასუხისმგებლო არის ალბათ მიან გინეკოლოგის პროფესია, სადაც ორი სიცოცხლის გადარჩენას და ორი ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურებით. ეს არის როგორც ორსული ქალი, ასევე ახალშობილი. აი ამ საპატიო მისიას უკვე მრავალი წელია ასრულებთ განსაკუთრებით დიდი მონდომებით და პასუხისმგებლობით და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. რა ასაკში მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ რთულ გზას შედგომოდით და გამხდარიყავით ექიმი, მიან გინეკოლოგი? მოგესალმებით, დიდი პატივია ჩემთვის თქვენ სტუდიაში სტუმრობა. ექიმობა როგორც მოგეხსენებათ რთული პროფესიაა. რასაკვირველია, მე ვინც ამ პროფესიას ირჩევს, ადამიანი უნდა იყოს კაცმოყვარე. სხვა პროფესიაშიც უნდა იყოს ის პროფესია უნდა ირჩიო, რომელიც მოგწონს და გამოგდეს. მაშინ და უნდა გააკეთოს ყველაფერი სიყვარულით, რასაკვირველია. მე ექიმის ოჯახში ვიზრდებოდი, მამაჩემი ექიმი იყო, ჩემი ძმა ექიმია. ამიტომ ამას განაპირობა ნაწილობრივ, რომ სამეგობრო მამაჩემს ექიმი ყავდა. სხვა პროფესიაც იყო ინჟინრები, პედაგოგი, მშენებლები, მაგრამ უფრო წარბობდა ექიმები. მიხდებოდა ბავშვობაში სამართლობაში ყოფნა. ალბათ ამას განაპირობა. და საერთოდ მიყვარს თორსა ადამიანს უჭერს რაღაცა გვერდში დგომა. ალბათ ესეც არის. ექიმი ყოველთვის უნდა იყოს კაცმოყვარე. როცა უჭერს კაცს, უნდა დაუდგე გვერდში და ისე უნდა მოექცე ავანტყოფს, როგორც ჩანს ახლობელს. ეხლა თავიდან რო იყოს ასარჩევი, დასაკრული ამას აირჩევდი. აბსოლუტურად. ისევ ექიმებას აირჩევდით. დასაკრულია ხო. თუმცა აი თქვენი პროფესია იმდენად რთულია. განსაკუთრებით ალბათ არის წუთები, როდესაც გიწევს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება, ან თქვათ პაციენტი რთულდება, შემდგომ არის ასევე გართულებული პაციენტის მხრიდან, რაც არ უნდა ექიმა ყველაფერი გააკეთოს, მაინც გარკვეული გულის ტკივილი, გარკვეული წყენა და ასე შემდეგ. აქვე დაგისვათ მაშინ შეკითხვას, რომელიც ბოლოსთვის მინდოდა მეკითხა. გქონიათ თუ არა მომენტი ცხოვრებაში, როცა გიფიქრიათ პროფესიიდან წასვლაზე? თუნდაც აი მრავალი უძილო ღამის შემდეგ, თქვათ, დიდი პასუხისმგებლობის შემდეგ, რომელიც თან ახლავს თქვენს პროფესიას. რასაკვირველია, ეს რთული პროფესია, თვითორსულობა, მშობიარობა ფიზიოლოგიური პროცესია. დიდი პროცენტი ეს ნაკლებად უნდა ჩაერიოს ადამიანი ამ პროცესში, როცა ფიზიოლოგიური პროცესია, მაგრამ ჩვენ გვიწევს ახლა მე მოხოცობ ხუდუშაურის ცენტრში. ერთ დროს კაი ხანძრივი პერიოდი ვიყავი სანქტ-პეტერბურგში, სადაც იყო მანკებით მთელი ლენინგრადი და ლენინგრადის ოლქი მოდიოდა დეკომპენსირებული მანკებით მოდიოდა ჩვენ და რთული კონტინგენტი მოდიოდა. ამიტომ ესე იგი გვიწევდა და ძალიან ბედნიერი ვარ იმ დროს, როდესაც კარგად თარდება ყველაფერი ეს რთული კონტინგენტი და ამაზე ბედნიერება არაფერი არ არის. ურთულესი კონტინგენტი, როცა ღებულობ და გამოსავალი კარგია. ანუ ძირითადად დაგეთანხმებით, რომ თქვენს კლინიკაში ყველაზე რთული პაციენტები მოდიან, ან თქვათ გართულებული შემთხვევები, ან უკვე თავიდანვე, როცა განსაზღვრულია, რომ მშობიარობა შეიძლება იყოს ცოტა რთულად მართვადი. ამ შემთხვევაში პაციენტები ირჩევენ თქვენს კლინიკას და თქვენ ამ ყველაფერს, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალიზმით უმკლავდებით. მესმის და ესე იგი თქვენ ამბობთ, რომ იმდენად დიდი სიამოვნებაა, როდესაც ყველაფერი კარგად მთავრდება, რომ კომპენსირებას უკეთებს, ესე იგი, აი ამ პერიოდს ამ რთულ გადაწყვეტილებებს თქვათ რთულ ასე თქვა ორსულობის მართვის რთულ პერიოდს და ალბათ გარკვეული შიშებიც აქვს ექიმებს ხო ამ პერიოდში რამდენად შეძლებენ თქვათ რომ დაძლიონ ეს გამოწვევები. მე ბედნიერი ვარ რომ ესე იგი ჩვენი ხუთუშაურის ცენტრი არის პოლიპროფილური დაწესებულება. ურთულესი კონტინგენტი მოდის ჩვენთან. სამედიცინო სერვისი ძალიან კარგია. აპარატურა, კადრები ჩვენ 23 წელი იქნება ხა ივნისში რაც გავიხსენეთ და კადრები ძალიან შერჩეულია ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. ადამიანი როცა ბედნიერი, როდესაც დილით იღვიძებდა კინო სამსახურში წახვა, სამსახური დასრულდა და ოჯახში კი ხარია წასვლა. ეს ორი კომპონენტი როცა არის და მე ბედნიერი ვარ. საოცარი კაი კოლექტივი, არა მარტო ბაზა კარგია. იქ ჩვენთან ახალშობილთა რეანიმაცია, ხმალდღანაკლებრივი ხდება, დიდი რეანიმაცია, ინტენსიური თერაპია, სისხლის ბანკი, პოლიპროფილური დაწესებულება, ყველა სფერო ქირურგია, ტორაკალური ქირურგია, ნეიროქირურგია, ყველა არის და მიანობაში როცა ეს პარალელურად ჭირდება
ეს კონტინგენტი მოდის ჩვენთან და ყველა ერთად ვერთობით. გუნდური პრინციპია ჩვენი სამედიცინო. ანუ მშვიდად ხართ ესე. დასაკრებელია. არის ფიზიოლოგია მაღალ დონეზე, რეანიმაცია, ინტენსიური თერაპია, ქირურგები, ნეიროქირურგებს, გინეკოლოგიაში კიდო ითქმის შეიძლება რაღაცა, მაგრამ მიანობა ესეთი სფერო როგორც თქვენ ბრძანეთ, სისხლისდანაა, ხო, წუჩი უნდა მიიღო გადაწყვეტილება და ოპტიმალურად იყოს ადეკვატურად სწორი გადაწყვეტილება მიღებული. ქირურგიული ჩარევა იქნება თუ კონსერვატიული. ამიტომ მე ბედნიერი ვარ ამ სფეროში. ზოგადად ქალებისთვის გინეკოლოგთან ვიზიტი ცოტა უხერხულობასთან არის დაკავშირებული, ზოგს ფსიქოლოგურად უჭირს თქვათ, იყოს გახსნილი და გულწრფელი გინეკოლოგთან, განსაკუთრებით რთულია ხოლმე კაც გინეკოლოგთან ვიზიტი. თქვენ ძალიან უყვარხართ პაციენტებს და ფაქტიურად ცუდი თქვენზე არც მომისმენია პაციენტებისგან, საკმაოდ ბევრი პაციენტთან მქონია შეხება, რომელსაც რაღაც გარკვეული ჩივლები აქვს ხოლმე კლინიკების და ექიმების მისამართით, მაგრამ როგორც წესი თქვენი პაციენტები კმაყოფილები არიან. მე მაინტერესებს როგორ ახერხებთ, რომ აი რაღაცა ის დაძაბული პაციენტი, რომელიც მოდის თქვენთან და აქვს რაღაც გარკვეული ბარიერები, რომ იყოს გულწრფელი, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად მოუხსნათ ეს სტრესი და უკვე მართოთ ძალიან წარმატებულად. პაციენტი როცა მოდის ექიმი რო ხდება, უნდა გაითავისო მისი ტკივილი და გვერდში დაიყენო როგორც შენი ახლობელი. თუ ის პაციენტი გრძნობათა ორგანო უფრო გამწვავებული აქვს, მოდის და ეს თავის ტკივილს გიხვება. იმ მომენტში თუ ექიმმა დარეკა, ან რაღაცა თავის პრობლემები ვიღაცა შემოვიდა პასუხს, იმ პირში უნდა დაუთმო პაციენტს და უნდა გაითავისო მისი ტკივილი. ზოგი ჩამოსულია თუ გინდა თბილისელი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ის ტკივილი უნდა გაითავისო. ბოტკინი ამბობდა 8 წუთის საუბრის შემდეგ პაციენტმა თუ ირწო შველა, ცუდი ექიმი ხარ. 8 წუთში ვერს დიაგნოზს დასვენს, ვერს გარკვნას, მაგრამ ის გრძნობს, რომ აი ექიმთან მივიდა ის უშველეს. ამიტომ ყველა სფეროში არა, ნაშრომები ძალიან ბევრია ჩვენ სფეროში მით უმეტეს. პოსტტრაუმული სტრესული სიტუაცია რეპროდუქციულ ასაკში. ამიტომ ამ სფეროში სტრესული სიტუაციაში რო არის ეს სტრესი, როგორც პატრიარქიამოს 10 კომპლეტიან ლექსში უნდა უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ის სირთულეები აუცილებლად კი არ უნდა დაუმალო, უნდა უთხრა ყველაფერი, მაგრამ უნდა უთხრა, რომ გამოსავალი არის და ჩვენ მთელი კლინიკა ჩვენ ყველა თქვენ გვერდში ვართ და მაშინ უკვე სტრესი ეხსნება. სირთულე უნდა უთხრათ, არ უნდა დაუმალოთ რასაკვირველია, მაგრამ იმის იმედი უნდა მიცეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ანუ თქვენ ალბათ ეთანხმებით იმ გამოთქვას, რომ ექიმი პირველ რიგში სიტყვით კურნავს. რასაკვირველია. თუ გქონიათ ეგ მომენტი, რომ აი ძალიან რთული ამბის და ცუდი ამბის თქმა მოგიწიათ პაციენტისთვის, თუმცა ამას ძალიან კარგად გაართვით თავი და იქნებ თქვენს კოლეგებს, ახალგაზრდა კოლეგებს ურჩიოთ, თქვათ. აი თქვენ ახლა საუბრობდით, როგორ უნდა აგრძნობინო თავი პაციენტს დაახლოებით 8 წუთში, რომ არის შენი მოკავშირე, შენი ახლობელი, ანუ როგორ უნდა გენდოს, აი როგორია თქვენი რეცეპტი, ასე ვთქვათ, ნდობის, როგორ უნდა მოვიპოვოთ პაციენტის ნდობა. ჰიპოკრატე ამბობდა, არის ექიმი, პაციენტი და დავადება. პაციენტი უნდა დადგეს ექიმთან ერთად. მაშინ ეს ორი დაამარცხებს დავადებას. ამიტომ თუ ურწმუნოთ არის პაციენტი, ექიმი უნდა ეცადოს იმას, რომ აი იმედი არის და უნდა ირწმუნოს ექიმთან ყოფნა. ამიტომ ჩვენ ახალ თაობა რო იზრდება, რასაკვირველია, უნდა სწავლობდეს იმას და დაცული უნდა იყოს თუ რამე უჭირს, დეონტოლოგია ხო? ურთიერთკავშირი უნდა კონდეს ექიმს, ექიმთან, ახალ დამწყებ ექიმთან და გაიზარდოს. ეს თაობათაც სვლა ხდება ყოველთვის. ამიტომ ეს პროცესი უნდა იყოს განუწყვეტელი. ანუ პაციენტმა უნდა იგრძნოს სამედიცინო დაწესებულებას, როდესაც მიაკითხავს, რომ იქ არიან ადამიანები, არის სამედიცინო გუნდი, რომელიც მზად არის პირველ რიგში მოისმინოს მისი პრობლემა, უთანაგრძნოს და შემდგომ რასაკვირველია თავის პროფესიონალიზმის დახმარებით მოაგვაროს ეს პრობლემა. ანუ ამას გულისხმობთ, ხო? რასაკვირველია, რომ სირთულეები არის და დიახ. აი ბატონ რეზო, თქვენი აზრით, აი ყველაზე ხშირი შეცდომა რომელია, რომელსაც ექიმები უშვებენ პაციენტთან კომუნიკაციის დროს? ალბათ გაგიგიათ, რომ ძალიან ბევრი პაციენტი ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში უჩივის ხოლმე აი ამ კომუნიკაციის პრობლემას. აი რა არის ყველაზე ხშირი შეცდომა, ასე ვთქვათ, რომელსაც სამედიცინო პერსონალი უშვებს? ძველ დროს ვხვდები, ყოფილი საბჭოთა კავშირი რო იყო, საჩივრების 82% იყო არასწორი კომუნიკაცია. ეს დიდი პროცენტია ძალიან. საბჭოთა კავშირის დროსაც კი, იმიტომ რომ შეიძლება ყველაფერი კარგად გაკეთო, კომუნიკაცია არ არის, უკვე უკმაყოფილო მიდის პაციენტი, ამიტომ უნდა დრო დაუთმო. კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აკეთებს საქმეს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ აი ყველა ენერგია ჩართულია, დროს არ აქვს მნიშვნელობა, შაბათია, კვირა, ღამეა, გვერდში გახარ. მაგი გრძნობს პაციენტი ამას. გრძნობს თქვენს დამოკიდებულებას. რასაკვირველია, გრძნობს, რომ აი გუნდური პრინციპია და ყველა ჩართულია ამ პროცესში. გრძნობს თქვენ სიყვარულსაც, ხო, ალბათ პაციენტი. ასე რომ უნდა დაიხარჯოს.
ექიმი ყველა სფეროში ასია, მაგრამ საექიმო სფეროში მით უმეტეს, კლინიკურ დარგში მით უმეტეს. მედიცინას არის, მაგრამ ჩვენი სფერო ისეთია, რომ დიახ, აბა რატო წამოვიდა ბოლო პერიოდში ვთქვათ, აი ამდენი უკმაყოფილება და ამდენი ვთქვათ საჩივრები, რომელიც გადის კომუნიკაციის ხარვეზზე. თქვენი აზრით, ანუ რა არის პრობლემა? რაში მდგომარეობს პრობლემა? ეს ყველა დროს იყო, რაც ისტორიულად მახსოვს, თუ გინდა პეტრე პირველის დროზე მოყოლებული უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ხან ხო, უნდა რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს, მაგრამ ექიმმა მაინც ყველაფერი კარგად უნდა გააკეთოს. ადამიანი როგორ არის, ბოლოს პატრიარქმა რო თქვა, შეიძლება კაცს პური მიაწოდო და ქვაგესრულოს, მადლიერებას არ უნდა უყუროს ექიმმა. ის უნდა გააკეთო რაც ეკუთვნის. იმას თავის ცოდვა ეყოფა უმადურ ადამიანს, დიდ ცოდვას ატარებს. ხო და უნდა ექიმა იმის გამო უნდა ურჩიოთ კარგი ღვთისწყალობა და უნდა გააკეთო ის რაც გასაკეთებელია როგორც აბსოლუტურად ყველას, როგორც შენ ოჯახის წევრს, ის უნდა მოიქცე პაციენტს. და აქ ალბათ უკვე აღარ არის ხოლმე პრობლემები და გაუგებრობები, ხო? თუ კი პაციენტი ამას გრძნობს. ასაკურველია. ბატონ რეზო, ძალიან თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან მარტივი არის მშობიარობა, ჩვეულებრივ შემთხვევაში, თუ კი ყველაფერი ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს, იქ თქვათ ექიმის ჩარევა და ექიმის როლი შეიძლება იყოს შედარებით ნაკლები. მაგრამ ასევე ფიზიოლოგიურ მშობიარობას და უფრო მეტად საკეისრო კვეთას აქვს თავისი ძალიან სერიოზული სირთულეები და აი თქვენ როგორ ახერხებთ, რომ ორსული, რომელიც ემოციურად მაინც არასტაბილურია, შეშინებულია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ეს იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც არის პირველი ორსულობა, აი ისე აუხსნათ და ისე მიაწოდოთ პაციენტს ინფორმაცია, ანუ შესაძლო გართულებების რისკი, რომ ამან არ იმოქმედოს მასზე ფსიქოლოგიურად. ჩვენ ვხსნით, რომ ეს ფიზიოლოგიური პროცესია, ხა დიეტა ესა ბერძნული სიტყვა, ნისავს სწორკებას. ამიტომ სწორკება და ფიზიოლოგიური პროცესი, ხო? კვლევები რაც აუცილებელია, ის უნდა ჩატარდეს და დინამიკაში ვაკვირდებოდეთ. სკანდინავიის ქვეყნებში გადაცემა იყო წინა ძალიან საინტერესო, ბიბლიოქალები ღებულობენ მშობიარობას. ოღონდ სახლში. ოღონდ 5 წუთი უნდა იყოს სახლამდე, სტაციონარამდე. რამე გართულდეს, კარდიოტოგრამა მიაუთ, ყველაფერი თავის მანქანაგვერდში არის რაღაცა. ხა რამდენად სწორია მე არ ვიცი, იმიტომ შეიძლება ის მალე გართულდეს, რომ ის 5 წუთი წყვეტს ყველაფერს. ამიტომ მაინც დაწესებულებაში ჯობია არა სახლში მშობიარობა. დასაკურველია, რაც ნაკლებად თუ ფიზიოლოგიური პროცესია, რაც ნაკლებად ვერევით და თუ ჩვენება რაღაცა დასაკურველია, მაშინ უნდა კონსერვატორული მეთოდით თუ ამოიწურა რესურსი და დედის ჩვენება ან ახალშობილის ნაყოფის მაშინ დასაკურველია, უნდა გადაწყვეტს საკეისრო კვეთა. რაც გაიზარდა საკეისრო კვეთა, ახლა ეს ალბათ დიაგნოსტიკაც, აპარატურაც შემოვიდა, ანტენატალური დიაგნოსტიკა, ხო? ან მშობიარობამდე ეხოსკოპია, რადიოლოგია არის, ბევრი რაღაცა, რომელიც დიაგნოზს სვამს, რომ მშობიარობას წავა ის მშობიარობაში თუ ვერა, თუ გართულდება კიდევ უფრო რთულად. ამიტომ დროზე ისმება დიაგნოზი. საკერი მასალა შემოვიდა, უფრო ანესთეზია, უფრო ფართოდ გავრცელდა და ასეპტიკა, ანტისეპტიკა თორა. აი ძველ დროს პატარა პროცენტი იყო. სულ დროს 3-4% იყო. მთელი მშობიარობიდან საბჭოებში 3-4%. სპეციალიზებულ სამშობიარო სახლში, ხა სანქტ-პეტერბურგის რომ ლენინგრადი იყო მაშინ, მე-13 სამშობიარო სახლი ეს იყო მანკებით. იქ იყო 13-15%. იმიტომ კარდიოლოგები ამბობდნენ რომ მშობიარობა 13-15% საკეისრო კვეთები ბატონო, დიახ. 13-15. ხო, იმიტომ რომ მასები იყო იქა. ნუ მაღალი მასები ამოღებული იყო. ღრუმაშები და გამოვალი მასები. ხო და ვაკუუმი. ამიტომ საკეისრო კვეთა აი იქ იყო 13 და ახლა როცა პირველი საკეისრო კვეთა ზოგ რაიონებში არის 40%, ეს ცუდია დასაკურველია. ნუ საკეისრო კვეთებზე შეზღუდვას დააწესა სახელმწიფომ, როგორც ვიცი, გარკვეული პროცენტი უნდა იყოს შენარჩუნებული და იმიტომ რომ რაღაცა ერთი პერიოდი იმდენად ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ მოდაში შემოვიდა, თუ ამას შეიძლება მოდა ვუწოდოთ, რომ იმდენად ეშინოდათ ქალებს ფიზიოლოგიური მშობიარობის თუ ნუ რაღაც სხვადასხვა ფაქტორების გამო, რატომღაც ყველა ირჩევდა მშობიარობის გზად საკეისრო კვეთას. ჩვენთან აი 2 წელია უკვე არის მშობელთა სკოლა. მოდიან თვითონ ორსული მეუღლესთან ერთად და ესწრებიან ლექციები ტარდება, ტურები ტარდება, უყვებით რომ ეს ფიზიოლოგიური პროცესია ვანახეთ ფანტომი გვაქვს, ხო და ვანახეთ რომ ეს ფიზიოლოგიური პროცესია, რაც ნაკლებად ვერევით უკეთესია. საკეისრო კვეთას დასაკურველია უფრო მეტია, ეს ინვაზიური მეთოდია. ფიზიოლოგიური მსობიარობა უფრო ნორმალურია და სწორიც არა მარტო დედისთვის, არამედ ბავშვთვისაც ჯობია. ამიტომ საკეისრო კვეთა დიდი გართულებები შეიძლება მოყვეს, ხო? სისხლისდანები მეტი ინფექცია და რაღაცა, ხო? მით უმეტეს გაჩნია რა დროს რა ჩვენებით კეთდება. მით უმეტეს ჩვენთან პროცენტი შეიძლება ხა თანაფარდობით ვერ იქნება ჩვენი ხუდუშაურის ცენტრის სხვა სამშობიარო სახლებთან.
მესამე დონის კლინიკა, იმიტომ ურთულესი კონტინგენტი ჩვენ ახლა ორჯერ სამჯერ გადატანილი საკენსრო და მოდის ჩვენთან ის უკვე ჩვენებაა. დეკომპენსირებული მანკი ჩვენებაა. ჩვენთან კომისია იკრება ხო სხვა პათოლოგიის და ადგენენ რომ ორსულობა დასრულდეს საკენსრო კვეთიდან წავიდეს მშვიდობაში. ამიტომ ეს ურთულესი კონტინგენტი საქართველოს მოდის ჩვენთან. ჩვენი დონის ასეთი დონის კლინიკა არის 6 საქართველოში, მაგრამ ჩვენი ეს ურთულესი კონტინგენტი პროცენტულად მაინც დიდია. და ეს პროცენტი არის ამას ვერ დაწევ, იმიტომ რომ მესამე საკენსრო კვეთა, მეოთხე საკენსრო კვეთა ის უკვე მაწიბურის უკმარისობაში გაიმთავრდეს და ამიტომ მთელ სოფლიოში მიღებულია მოგეხსენებათ პროტოკოლით, რომ ორჯერ გადატანილი საკენსრო კვეთა უკვე უნდა იმშვებიაროს, აშლება მშვებიარობა საკენსრო უნდა გაკეთდეს. განსაკუთრებით ორსულობის ბოლო თვეებში არის ქალის ფსიქიკა ლაბილური და ცოტა რთულია ორსულისთვის, რომელსაც ჭირდება საკენსრო კვეთა, მიწოდება ინფორმაციის, დეტალურად იმ ინფორმაციის, თუ რა გართულებები შეიძლება მოყვეს საკენსრო კვეთას. იმიტომ რომ ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას თან ახლავს გართულებები და გარკვეული რისკი. აი როგორ ახერხებთ თქვენ რომ უთხრათ ამ ყველაფრის შესახებ ორსულს და ამავდროულად არ იყოს ეს მისთვის ტრამვული. და უნდა უთხრათ თუ არა, ინახეთ ბევრ ახალგაზრდა ექიმს მაგალითად უთქვამს, რომ იცით რა, როდესაც მე გართულდება უკვე საქმე, რომ აი რაღაცა ვეცადე, რომ ძალიან მსუბუქად მეთქვა, ამ გართულებებზე და ამ რისკებზე არ მესაუბრა, პაციენტს ხომ არ შევაშინებდი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი ამ შემთხვევაში სწორი მიდგომა? გასაკურველია. რომ დაურსულდება ზოგიერთი ორსული ამბობს, რომ მე ვერ ვიმშვებიარებ თავიდანვე და უნდა გავიკეთო საკენსრო კვეთა. თუ ჯამთელია, სომატურად ჯამთელია, მენჯი კარგია, ყველაფერი, ეს უნდა აუხსნათ, განათლების სისტემაა ხო, უნდა იყოს და ამიტომ არსებობს. აი რაც ბრძანეთ ჩვენ ხუთშორცი არ მარტო ჩვენთან ჩაჩავაშიც არის და ბევრ კლინიკებში. შობელთა სკოლა სკოლა. აუხსნათ რომ ბიომექანიზმის მშვიდობის როგორ არის, რომ ეს ფიზიოლოგიური პროცესია და დედისთვისაც ბავშვსაც უკეთესია და შემდეგ, იმიტომ რომ ერთხელ ორჯერ გადატანის საკენსრო კვეთა შემდეგში მშვიდობა 1000 გართულება შეიძლება მოხდეს. ხო იმ ნაწებურში პლაცენტის ჩაზდა მასშტაბი იცვლება მე მოგეხსენებათ ხო არა მარტო საკენსრო კვეთა შეიძლება ინკრეტა პერკრეტა არის და შეიძლება კერარა საშუალოს მოშორდეს და შობადობის ფუნქცია დაიკარგოს. ამიტომ რასაკურველია, რაც ფიზიოლოგია, იმას უნდა მიხვდეთ და უნდა აუხსნათ ეს, რომ ეს ფიზიოლოგიური პროცესი ჯობია, გართულება საკენსრო კვეთას უფრო მეტია ვიდრე მშვიდობაში და რისკის ფაქტორები იქ მეტია. რასაკურველია, იქ ანესთეზია აქაც არის, ეპიდურალური ანესთეზია, ექსპინალურია, შეიძლება ზოგადი ანესთეზია დაჭირდეს. ეს ანესთეზიის ქირურგიული ჩარევა, ინვაზიური ჩარევა მოსაზრში მეტია გართულებები რა თუნდა ლაბრაკი. რასაკურველია, უნდა უთხრათ არა მარტო ორსულს, არამედ მის მეუღლეს, ახლობლებს იცოდენ დედას, რომ რა გართულება შეიძლება მოყვეს. ხამიანობას ვერ ისწავლიან, მაგრამ ის მისაწვდომად რო იყოს და მისთვის გასაგებენას გასაგებენაზე რასაკურველია, უნდა აუხსნათ, რომ რისკის ფაქტორები მეტია საკენსრო კვეთის შემდეგ ვიდრე მშვიდობაში. მშვიდობის პროცესში არის წამები, როდესაც თქვენს გადაწყვეტილებას ფაქტიურად სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ ფაქტიურად თქვენს ხელში არის როგორც ქალის სიცოცხლე, ასევე ახალშობილის სიცოცხლე. აი ამ წამებზე რომ ესაუბროთ, ძალიან ბევრჯერ მე მithქვამს ხოლმე ჩემი მეგობრებისთვის, ძალიან ბევრი ექიმი, მათ შორის მეგინეკოლოგი არის ჩემი ახლობელი და მეგობარი და მithქვამს, რომ აი არ ვიცი, თქვენ ალბათ გმირები ხართ, აი საერთოდ როგორ ახერხებთ, რომ იყოთ ამ პროფესიაში ამდენი წელი, მაშინ როდესაც ასეთი სტრესულია მათი მუშაობა. საზოგადოებამ არ იცის, რას განიცდიან ექიმები სამშობიარო ბლოკში, როდესაც რაღაც რთულდება. რას გრძნობთ? ეხლა სამედიცინო სფერო ყველასფერო როგორც გითხარით, მიანობა მithומეს კლინიკური დარგი ისეთი, რასაკვირველია სირთულეები ბევრია. ამ სირთულეს რო გაუძლოს, რამოდენიმე ფაქტორია აუცილებელი. ცოდნა, გამოცდილება, იღბალი. იღბალი აუცილებელია, რასაკვირველია, მე ცნობილი ხირურგები მინახია, ყველაფერს აკეთებდა ანატომიურად, იღბალი არ ქონდა. ესეთი ყოფილა მინახია ცხოვრება ჩემი წინათაობებში. ანუ ჩაგიკითხებით, ესე იგი შეიძლება ექიმი იყოს ძალიან კარგად განსწავლული, ყველაფერს აკეთებდეს იდეალურად და ზედმიწევნით კარგად, მაგრამ მას მაინც ურთულდებოდეს ოპერაცია. არის, რასაკვირველია, ცოდნა გამოცდილება ძალიან დიდი მნიშვნელობა, ეს არის ძირითადი მთავარი და ხასიათი ჭირდება, თქვენ ბრძანეთ, რომ დავშვა რთული სიტუაცია, ზოგი ტყდება. მაშინ არის არაოპერატიული მედიცინა, გინეკოლოგია, იქ უნდა მიმართოს, სადაც იმ
წოვის შემთხვევაში თუ ტყდება ადამიანი, მაშინ არ უნდა პირველ რიგში უნდა ქონდეს ღმერთის იმედი და შენი თავის იმედი. სხვები დაგეხმარებიან, მეგობრები იქ კლინიკაში ვინც არიან წამყვანი სპეციალისტები, შენი თავის იმედი, ღმერთის იმედი უნდა ქონდეს, შენი თავის იმედი პირველ რიგში. მერე გეხმარებიან. ამიტომ ის ცხელ პერიოდში როცა არის სისხლისდენა თუ რაღაც ძირითადად ჩვენ შეხდება, უნდა ქონდეს არ უნდა გატყდე. იქ უნდა უფრო პირიქით მობილიზაცია და გააკეთო ისაც გასაკეთებელია და გაიხსენეთ თქვენი პირველი ასეთი შემთხვევა, როდესაც ყველაფერი იყო ძალიან კარგად, ყველაფერი გეგმის და ასე ვთქვათ, პროტოკოლების მიხედვით მიდიოდა და ვთქვათ უცებ გართულდა საკეისრო, ან თუნდაც ფიზიოლოგიური მშობიარობა რა იგრძენით მაგ დროს. მე პირველ შემთხვევას გულისხმობ, ახლა უკვე ძალიან გამოცდილი ექიმი ბრძანდებით და ალბათ თქვენთვის უკვე ეს სიტუაციები ძალიან მარტივად გადალახვადია, მაგრამ ალბათ წლების წინ, როდესაც ახალგაზრდა დამწყები ექიმი იყავით, ძალიან რთული იყო ეს მომენტი. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ. მე სანქტ-პეტერბურგიდან რო ჩამოვიდა ლენინგრადიდან, მაშინ მომიწია გუდრიფში მუშაობა, საფხაზეთ, მე სოხომელი ვარ. გუდრიფში მუშაობდი, განყოფის გამგე ვიყავი, სწორებით ახალგაზრდა მაშინ და რამდენი წლის იყავით ბატონო? რო დაუნთორე ორდინატორი კლინიკური ვიყავი 28 წლის. დიახ. და რისკი მიყვას ომი გვარებიც მახსოვს. ტიორდა ხლებავა, გალინა, ხო და აზამ ალხასյան. ურთულესი კონტინგენტი იყო ესენი ორივე და აი ორი ორსული გაიხსენეთ? ორი აი პირველი რთული რომელიც ძანეთ, ასე გვერდს მომყვება გვარიცვის სახელის გურჩიანი იყო კიდევ ერთი მახსოვს აჟარიდან. აი სამი პირველად ეს აგვისტოში ისო სამი გართულებული პაციენტი. პირველი ხო აგვისტოში რომელიც მოხდა მომყვება მთელი მაგ. და აი ღმერთის წყალობით თუ ის გავაკეთე რაც აუცილებელი იყო იმ მომენტში ადეკვატურად, ხო და კარგად დასრულდა? კარგად დასრულდა სამივე. სახელებიც მახსოვს გვარი და მე ეხლაც არის ხო ეს რთული კონტინგენტები და ამას აქ შევარ, რომელიც ეხლაც მირეკავენ ესეთი რთული კონტინგენტი რომელიც იყო სხვა რაიონებში არიან, აი რო არის რაღაცა დღესასწაულები დარეკავენ, მომიკითხავენ. მეგობრობს თქვენს პაციენტებთან? ნუ არიან ასეთ რაღაცები, ხა გვარებიანი და ზოგი ცნობილი პიროვნებები არიან და ერთმანეთ ამერიკანულს უიმედო იყო, დიდი სიმსივნე ჰქონდა და 5 კვირის ორსულობა უთხროს ამას ვერ მიიტან. ხო და უნდა მოშუდეს საშულოს ნუ და მე აბორტი ურჩიეს? აბორტი არა, ნუ საშულო მოსაშორებელიაო, ნეკრობიოზი წავა და ხლა დიდი კვანძები არის. არა მარტო სუბსეროზო ინტრამორალური, რომ ვერ მიიტანს ეს ბავშვი მოკვდება მე და გადადა. ისე მოხდა რომ მივიტანეთ 34 რაიონიდან იყო და მე ანუ 25 გვერდამდე სიმსივნე ქონდა პაციენტს და ამავდროულად იყო ორსულობა და მიიყვანეს ბოლომდე. მივიყვანეთ ბოლომდე არა, რაღაცა 25 გვერდამდე. გავაკეთე მე საკეისრო კვეთა, ნუ ეს გისტრექტომია რასაკვირველია საშუალოს მომაშორეთ. ხო და გავიდა მე 18 წელი და მიერეკავს. გაიგო ჩემი დაბადების დღე რო იყო რაღაცნაირად, ხო და მილოცავს მე ისავარო, რომელიც დედა ჩემი და მე გადამარჩინეთო. თვითონ ბავშვმა დაგირეკა? ბავშვმა დარეკა, 18 წელში მისულდა, მადლიერების ზომა გამოხატა. ერთი იყო კიდო რაიონიდან, ეხლა დაბადების დღე მოდა 14, ხო? 14 აპრილსო? 14 aprilს. გილოცავთ ბატონეზე მოგვიანებით. თვითონ დაუკრა, თუ მუსიკალური იმას დადის, ხო და მომილოცა თავის სიმღერი და იმითი. არის ესეთი რაღაცები, რომ გამახსოვროს. ზოგი კი ხა არა აუცილებლად დარეკოს, მაგრამ მადლიერებას გამოხატა ზოგი რეკვით ზოგი. თუმცა აი მიანობაში ორსულის გარდა, ანუ პაციენტის გარდა არიან ასევე მისი ოჯახის წევრები, ვთქვათ მეუღლე, დედა და ასე შემდეგ, რომელთან კომუნიკაციაც და სწორი კომუნიკაცია არის ალბათ გადამწყვეტი მიანისთვის. აი როგორ ფიქრობთ აქ და რას ურჩევთ თქვენს კოლეგებს, როგორი უნდა იყოს მათი რეაქცია, როდესაც რაღაც რთულდება და ოჯახის წევრები პანიკაში არიან. შეიძლება აქ წამოვიდეს რაღაც გარკვეული აგრესიაც თქვენი მისამართით, ან რაღაც დადანაშაულება. როგორ უნდა მართოთ ეს სიტუაციები? სირთულე უნდა უთხრათ როგორც დედის, როგორც ბავშვის. ეხლა როგორ არის? ჩვენ და მოდის ღმად განაკულები, ხო? ეხლა და წინად როგორ იყო 28 კვირის ქვევით ითვლებოდა აბორტი, ხო? ეხლა 22 კვირის ზევით არის შობადობა. კილოგრამს ნაკლები წინად იყო აბორტი 22 კვირი. ეხლა 22 კვირის ზევით იბადება 550 გრამი და ეს შობადობა 500-ზე მეტი რაც არის. ხანდახან არის 22 კვირის ზევითა და ჩამორჩენა მიდის, ხო, ძიში ფერხება 400 გრამიანი. ესეთები გამოხავთ. მე ვამბობ, რომ ისეთი ახალშობილი რეანიმაცია გვაქვს თავის აპარატურით და კადრებით. ხო და ეს უნდა უხსნათ. თქვენთან ყველაზე პატარა ახალშობილი რა წონის ახალშობილი გამოგიზრდიათ? აი 550 გრამი იყო, 3 წლის უკან გავაკეთე, ასეთი მოლდოველი ქალი იყო, ლავრიკი. იტალიაში ცხოვრობენ ისინი, სტილისტი არის. ხო და ის უიმედო იყო, თუნდაც დედის ჩვენებით გავაკეთეთ, მაღალი წნევები ჰქონდა და გავაკეთეთ საკეისრო კვეთა. გავაკეთე 27 თებერვალს, სამთრის ბოლოს და გაიწერა დეკემბერში.
ზამთარში. გაზაფხული იყო, ზაფხული შემოდგომა და ბავშვი მიყვანს. ან თითქმის 1 წელი გეწვათ კლინიკაში. 1 წელი. ეხლა ჩვენთან როგორ ასეთ ეხლა დღენაკლები რო არის 37 კვირამდე ითვლება დღენაკლული, ხო? 22 კვირის ქვია დღენაკლული. მაგრამ ხანდახან არის აი მივიყვანეთ 37 კვირამდე, დაიბადა დღენაკლული მივიყვანეთ, მაგრამ სიტუაცია არ უწყობს ხელს და გადაყავს სხვა დონეზე და უნდა მივიყვანთ იმ დონეზე, სადაც შეიძლება გაწერა. და როდესაც რაღაც რთულდება ამ დროს როგორ უხსნით ახლობლებს? ჩვენ მანამდე უნდა უხსნათ ეს რო სიტუაცია, იმ დროს ჩვენ რა დისტრესი ხდება, ხო? ჩვენ გვიშინია ყველა ვამზადებ დექსამეტაზონით, ხო? რო ფილტრები კარგად გაიშალოს. მე ხა მალდენაკლი რა პარალელად ვეუბნებით, რომ ოკულისტი მოყავს. მხედველობა როგორი აქვს, ბავშვს სმენა როგორია, ტვინის პარკოჭები როგორ ვითარდება. ამას უხსნით, იმიტომ რომ განუვითარებელია სხვა ორგანოები. ჩვენ მოსამწრებელი ტვინის და შინაგანი სეკრეციის ჯგუფების არ არსებობს სოფლიოში მოგეხსენებათ, ხო? ჩვენ ხარებით სასუნდ ორგანოებს. ამიტომ უნდა იცოდეს მაგათმა, რომ ეს ხმალდღენაკლობას 1000 გართულებები შეიძლება მოხდეს. რომ მეუღლემაც და ყველა ყოფილი არიან ხა ჩვენთან წევს ახლა არ უნდა თქვა ზოგიერთები რომელიც აი ვსდით ამას ვსდით ამ ბავშვებს და რასაკვირველია ხო ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე მე ესეთი დასკვნა გავაკეთე რომ ყოველთვის ნებისმიერი კონფლიქტის პრევენცია იწყება მაშინ, როდესაც ექიმი მისთვის გასაგებ ენაზე დეტალურად პაციენტს და მისი ოჯახის წევრებს უხსნის აუცილებლად გართულებების შესახებ. ოპერაციის შემდგომ, ვთქვათ, მოსალოდნელ შედეგებს, ვთქვათ, ოპერაციული ჩარევის და ასე შემდეგ. ანუ კომუნიკაცია და გულწრფელი დამოკიდებულება არის გამოსავალი. ლაპარაკი შეყავს მე ახლა შევდა რეანიმაციაში 3 დონეა ხო? აპარატზია რა, აპარატზია იქაც სხვა დონეა ხო? და მეუბნებით, პედიატრი უყურებს რეანიმატოლოგი უხსნის. მაგ იქ მაყოფილია რომ ხედავენ რომ იხარჯება ადამიანი და მის გვერდში დგას მთელი კოლექტივი, მაშინ პრეტენზიები ნაკლებია სულებს რაც ამოწურეს ყველაფერი. ხო, აი ხედავენ რა დონის დახმარება ხდება, მეორე დონეზეა როგორი ხდება, მესამე დონეზე. ანუ ყველა დეტალზე საქმის კურსში აყენებთ ესე. ვანახებთ, ვაცნობთ იმას გადაცმულია, ვანახებთ რომ აი თქვენი შვილი კიუეში წევს. ხო, როგორი რა დახმარება ეწევა, როგორი რა გართულებები შეიძლება მოყვეს. ეხლა დღეს კარგია, მაგრამ შეიძლება 2-3 დღეში სხვა გართულებები მოყვეს მაგას, ხო? და აბა ბატონ რეზო, ამდენი პრობლემები, რომელიც ბოლო პერიოდში წამოვიდა, ასე ვთქვათ, სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შორის, რამ გამოიწვია? თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ რა არის პრობლემა? საიდან იწყება და დაპირისპირება, განათლების სისტემა და იდეოლოგია. ექიმს უნდა დაუდგენ გვერდში ყველა. იმიტომ რომ ექიმი ზრუნავს ჯანმრთელობაზე. დიახ. ეს და ამის დაფასება ჭირდება. ყოლიათ უმადური პაციენტი? არა, ხომატური რა, როგორ არის ხა ეს დიდი ცოდვაა, ხო? ხო, თქვენ ისაუბრეთ ამაზე. ხო, ამიტომ რასაკვირველია. ანუ მე მაინტერესებს თქვენი თვალით დავანახოთ პაციენტებს. და ის თუ ვერცნობს ამას, ხო? ახლა განათლების სისტემა არ ყოფნის პირიქით, უნდა მოეფერო პირიქით, თავისუფლი დროება ჭირს და პირიქით უნდა აუხსნა, რომ ეს ასეთი სიტუაცია ჩვენ ყველა გვერდში გიდგებართ. ასე რომ მაგას არ უნდა მივაქციოთ ყველაფერი კაი უნდა გავუკეთოთ. ანუ გინეკოლოგია არის ის სფერო, სადაც აი ჩვენი ქრისტიანული მორალი ყველაზე კარგად ჩანს, ხო? რომ მაინც უნდა აუხსნათ, მშვიდად უნდა შევხვდეთ და ანუ რეალურად თქვენ რასაც მე საუბრებით, ეს არის უპირობო სიყვარული პაციენტების მიმართ. ცხოვრებაც ასეა, მე ახალ თაობას ვეუბნები. კაი გაუკეთე, დაივიწყე. კარგი გაიგეთეს, დაიმახსოვრე. უმადური კაცი არ უნდა იყოს. დიდი ცოდვაა. თუმცა ყოფილა მომენტი, როცა გწყენიათ პაციენტისგან, აი მართლა ყველაფერი გაუკეთეთ, კარგადაც აუხსენით, მაგრამ პაციენტი მაინც პაციენტი კი, მაგრამ იქ გარემოცვა სხვა გრძნობს. ქმარი, ბიძაშვილი რაღაცა ხო? გრძნობს, ხა იმას თავისუფლი დროება ჭირს ასესა. არაფერი მე შეიძლება მაგან 2 წლის უკვე მივხვდეს, რომ რა გაუკეთეთ და ამიტომ ამას არ უნდა. ანუ არ გწყინთ. უნდა გააკეთო კარგი არა რასაკვირველია. არ გახსენდებათ პაციენტი, ვისაც დაწყენი ხართ ეს. არა. არიან ახლა ეს თავის მაგია ახლა წამოიდგინეთ ჩვენ გავუკეთეთ ყველაფერი მაგრამ ცოდვაა თვითონ და გარემოცვას რასაკვირველია. დიახ. ძალიან რთულ თემებს შევეხეთ და ზოგადადაც მე გინეკოლოგია ძალიან რთული სფერო არის. ბატონ რეზო, აი ამ რეჟიმში როდესაც მუშაობთ, გაქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, გაქვთ საქმე ორი ადამიანის სიცოცხლესთან. შეიძლება ვთქვათ ძალიან გართულდეს ვთქვათ მშობიარობის პროცესში მოგეხსენებათ, თუნდაც იგივე ფიზიოლოგიური მშობიარობის პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება და მე როგორც ვიცი, მე გინეკოლოგები ანუ არ მიდიან სახლში ბოლომდე არიან პაციენტების გვერდით, სანამ ეს ფიზიოლოგიური მშობიარობის პროცესი არ დასრულდება. აი როგორ შველით მე საკუთარ თავს, თქვენ ხომ ადამიანი ხართ, ხომ იღლებით? რელაქსაცია, რაში მდგომარეობს თქვენი რელაქსაცია? ეს სიტუაცია როცა და ასე კარგად გამოდიხარ, გამარჯვებული, რაღაცა მუშავდება ეთყობა ორგანიზმში, ისე კარგად ავარ.
ვითომ და ესე იგი დაღლილობასაც უძილოც რო ხართ მთელი ღამე იყოს ხო ისეთი რაღაცა მუშავდება ხო რომ კარგად სრულდება რასაკვირველია მე ჭირდება ეს ფიზიოლოგიური პროცესია უნდა დაიძინოს კაცმა რასაკვირველია და რელაქსაცია კაი ხალხთან ურთიერთობა აი რა არის თქვენთვის რელაქსაცია დაგიყვართ ყველაზე მეტად შეიძლება ჰიპოკრატე ამბობდა ადამიანმა ხანძრად რო იცხოვროს ორი ფაქტორია აუცილებელი შთამომავლობა რომელიც ჩვენზე არა დამოკიდებული გენები რაც მოხდება და სწორი კვება და მე ვამატებ კაი ხალხთან ურთიერთობა ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანია სელია ნობელის პრემიის ლავრეატია და ამბობს რომ დაიმსახურეს სიყვარული ახლობლის აი ეს ახლობელი ხალხი რომელიც არის იმასთან შეხვედრა ურთიერთობა ძალიან მშველის ადამიანს დაღლილობასაც ყველაფერს გიხსნის ანუ რაც არ უნდა გადაღლილი იყოს თუ კი ვთქვათ ურთიერთობა მე როგორც გითხარით ხო სამსახური ოჯახი და მე ახლობლები ვისთანაც შენ კომფორტულად ხარ თქვენი მეუღლე არის ასევე ექიმი და ერთად მუშაობთ როგორი არის აი ეს თქვენი ურთიერთობა განსხვავდება თუ არა თქვენი ურთიერთობა და თქვენი დამოკიდებულება კლინიკაში და როგორ გრძელდება მე სახლშიც თუ გრძელდება ვთქვათ იგივე კლინიკის პრობლემებზე საუბარი პაციენტებზე საუბარი გრჩებათ დრო რომ რაღაც თქვენი კიდე ცალკე სხვა ესეთი მიკრო კლიმატი გქონდეთ ასე ვთქვათ შექმნილი ოჯახში სადაც არის საუბრებთ პაციენტებზე კლინიკის პრობლემებზე და ასე შემდეგ როგორ ახერხებთ პირიქით მე ხა ნუ წინათ მიგვერდა რომ აი თუ არიან სხვა პროფესიის უფრო კომფორტულია. პირიქით, მე უფრო კომფორტულად ვზნობ, თავს ერთად დავართ და ერთად ვიზიარებთ. თავარია ცხოვრების იყოს თანამოზიარე, შეხედულება გქონდეს ცხოვრება რაღაცა და როცა ერთად მუშაობ, პირიქით უკეთესია. გვერდში შენი ახლობელი, თანამოზიარე, მეუღლე კალი სიტყვაა. ერთი უღელი მიგავთ. ამიტომ სამსახურშიც და სახლშიც და ძალიან კარგია. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი და კარგი პროფესიონალი მოკლედ თავის სფეროში იხსენებს ხოლმე და ცოტა სინანულითაც იხსენებენ აი იმ წლებს, რომელიც დაუთმეს მხოლოდ სამსახურს და ცოტა გულიწყდებათ იმაზე, რომ გარკვეული, ვთქვათ, ემოციური სიახლოვე, ზრუნვა დააკლეს თავის ოჯახს, შვილებს, აი თქვენ თუ გაქვთ ეგ მომენტი. მე ხა ვინც მე მიცნობს არა რაც დავამთავრე ინსტიტუტი, მუშაობა მიყვარს ძალიან, მაგრამ აუცილებლად რელაქსაცია უნდა გამოყო. ოჯახი აუცილებელია და რელაქსება აუცილებლად დაისვენო. ეხლა მიუხედავად მე სოხუმელი ვარ და ესე მოგვიწია რომ სასწავლოში მომიწია 10 წელი ცხოვრება. ყოველთვის მიუხედავად ამისა წასვლა ვიკრიბებით ერთი ჯგუფი ექიმების უკვე 19 წელია მიდივართ გვიყვარს ერთმანეთი. დავდივართ სამეგობროსთან ერთად. სამეგობროსთან უცხოეთში ხო? ბოდრუმში ხა ბოდრუმში აგვისტოს ბოლოს მიდივარ და ეს ტრადიციად იქცა. და არის ჯგუფი ექიმების ცალ-ცალკე ვიკრიბებით ოჯახი გავდივართ ჩემი დაბადების დღეა ჩემი შვილის ერთ დღეს ავართ აუცილებლად ანახლოს ანუ სხვეეთში ყოველთვის ეს აუცილებელი პროცესია რელაქსაცია. ეს არის თქვენთვის ყველაზე ბედნიერი წუთები, სადაც ისვენებთ, ხო? კვარტალში ერთხელ მაინც რაღაცა რელაქსაცია უნდა გაიგეთო. და წელიწადში ერთხელ რასაკვირველია ის უკვე უფრო ხანძლები და ისე მოკლედ უნდა აუცილებლად. შაბათ კვირასაც ხო აუცილებელია ეს. ოჯახთან ურთიერთობას. 3 საათზე გავაკეთებდი ოპერაციას 2 საათი ვრჩები, ვაკვირდები პაციენტს ურთულესი, მე მივიდიოდი პირველ სკოლას დამცხოვრო და ბავშვები მიყვარდა სკოლაში. რა იმიტომ ვერ ჩაიყვანდნენ იქ ახლოს სადმე ხა მე კი მანქანით მიდიოდი ნიუ სკოლში. მაგრამ აუცილებლად ბავშვთან რო არ ნახო, რაც არ უნდა რთული იყოს, დღე გამორიცხულია. ხო. ანუ მაინც ახერხებთ. რასაკვირველია, თქვენ შეძერით დაბალანსება. რასაკვირველია, ეს აუცილებელია. ისე მალე გადის ცხოვრება, რომ მოკლეა. მალე გავიდე ხო ცხოვრება. რასაკვირველია, ამიტომ ფასეულობა გადაფასდა ახალ თაობაში კი არ მომღვა, ბევრი კარგია ოჯახი აუცილებელია გენები რასაკვირველია. ფასეულობა ჩვენში რა გენია მთავარი ხო? ტრადიციები. ის თუ მოირღვა რაც გამორჩეული გვაქვს თელ სოფლიოში, არ ივარგებს, რაც არ უნდა პროფესია გქონდეს. ამიტომ ეს ოჯახი აუცილებელია. მე არა მარტო შვილებთან მისი მეგობრებს ვისო მიამაყება. შვილები აი ეს რა იმაში, ამიტომ კაცი შვილების მეგობრებთანაც მეგობრობთ, ხო? რასაკვირველია. მიამაყება რომ აი ბავშვებიდან ერთად მოდიან და უყვართ. მიუხედავად სხვა პროფესიის არიან და გვერდში დგანან ერთმანეთში, სამხალა რაღაცაა. ადამიანი ბედნიერი რო ისა რომ მარტო არ ახარ. როცა მარტო არ ახარ, მე 1000-მა ცხოვრებამ გამოსცა ცოტა რაღაცა პერიოდი ეკლიანზაზეს მომიწია სიარული. 10 წელი სასწავლაჭარაში ვიცხოვრე, იქ შექმნილი ოჯახი და 1000 რაღაცა მომიწია, ხო ეს არ მინდა ეს გავიხსენო სოხუმიდან და მე სოხუმის დაცემა და ბოლო დღემდე ვიყავე და ბოლო გემით გამოვედი და ერთმა გადამარჩინა და ღმერთის წყალობით. პაվել ანგელოზებს. ხო და ისეა ცხოვრება, რომ ღმერთს მადლობა ყველაფერს. ანუ ისე უნდა იცხოვრო ალბათ ადამიანმა, რომ არ შეგხვდეს შენი ქცევის. და ის უნდა ის მოკლეა ცხოვრება. არისად მაკედონელი ხო და ადრე წავიდა ფილიპე მეორე შვილი იყო. არისად ხო არისტოტელის გაზდელი. რო კვდებოდა, გუბოდა ხელები გადმომიყარეთო.
იქით არაფერი არ მიმაქვს, კუბოს ჯიბები არ აქვს. მოკლეა ცხოვრება. ისე უნდა პატარა ქალაქი რით ხო კარგი, კიდო სოხუმი. თუ გინდა რიგა, ქალაქი ასწრებს დახასიათებას, კაცს. დაწესებულება კი არა. ფინანსები კი არა, ქალაქი. ლაქას თუ დაიდო, არ პატიობდა ქალაქი, ამიტომ ახალი თაობისთვის კარგი იყო. სწორად უნდა გაზრდილიყო კაცი, სწორად იზრდებოდა. ნებისმიერი იმაში სადმუშაო პარტიულ ორგანოებში მუშაობდა თუ სხვა გზას იყო დამდგარი, ფრიხალუკას ვიზახდით, რომ გამოდიოდნენ საწყავას სვამდით, სამთარში მithumedes პატარავდებოდა სოხუმი, დასვენებერ გადიოდნენ. ქალაქი აძლევდა დახასიათებას, ამიტომ ახალი თაობა სწორად იზრდებოდა, რომ რამე არ უნდა შეგეშალოს, ლაქ არ უნდა დაიდო. ეს ალბათ ყველაზე მეტად აი ეს სიტყვები ჯობია მიმართოთ ალბათ ახალგაზრდა ექიმებისკენ. დასაკვირველია. როგორ უნდა იცხოვრონ ისე რომ არ დაედონ ლაქები თეთრ ხალათზე. და თქვენი აზრით ბატონ რეზო, რა არის ყველაზე სამარცხვინო ლაქა ექიმისთვის? ლაქა თეთრ ხალათზე. როგორი ქცევა, როგორი დამოკიდებულება? ღამე მოვიდა, სახლში მოდიხარ, შენ თავთან უნდა იყო მართალი. დღე რო გავიდა, მშვიდად უნდა გეძინოს. ამაზე ბედნიერება არაფერი არ არის. ამიტომ ფასეულობა უნდა იყოს და ეს ოჯახია, გენებია და გარემო პირობები. მარტო ახსნა რასუშვილის თუბუნება მარუშალა. ამიტომ გენებს ძალიან მიმშოვოს გარემო პირობებს სასაკვირველია. თქვენი აზრით, აი რა არის ყველაზე სამარცხვინო საქციელი, რაც შეიძლება ექიმად ჩაიდინოს პაციენტისთან მიმართებაში? აი რას ვერ აპატიებდით თქვენს კოლეგას, რის გამო გაკიცხავდით, ან რის გამო მისცემდით შენიშვნას? იმისთან რაღაც არ უნდა გაკეთო, რა შენახლებელს არ გავუკეთებ. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, ისე უნდა მოიქცე, როგორც შენახლებელს, შენ დედას, შენ დას, შენ შვილს. და ყველაფერი თავის რიგზე იქნება, არ შეიძლება. ყველაფერი ვისაც უჭირს, იმის ცნობად ორგანოები მეტია, უფრო გამწვეული, ვისაც არ უჭირს, იმას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციო. ვისაც უჭირს, ვინც უცხოა, ვინც არავისი ახლობელი არ არის, ხო? და მადლიერებას ზობას გამოხდა სცრემლებით. ის 1000-ზე ფინანსურ მხარეზე უფრო დიდია ის სცრემლები, რომელიც დაღვარა მადლიერებას გამოხატავს სცრემლებით. ბედნიერება, ამიტომ ის უნდა გააკეთო, რაც გასაკეთებელია და ყველაფერი მარტივია მაშინ. აი ეს იღბალი ეს უფლის შეწევნა ექიმს მას შემდეგ ეძლევა თუ არა რაც ის სწორად იქცევა პაციენტთან და იქცევა უცხო პაციენტს საიდანღაც რაიონიდან ჩამოსულ პაციენტს ისე როგორც მოექცეოდა თავის საკუთარ ოჯახის წევრს და ახლობელს. დასაკვირველია. როგორც თქვენ ზანით ისე უნდა მოექცეს სხვას, როგორც შენ გინდა მოგექცენ, მით უმეტეს პაციენტს. როგორც შენ ახლობელს ისე უნდა მოექცე. ვისაც ღმერთის არ წამს, კანონზომიერება არსებობს. ცხოვრება ბუმერანგივით არის. რამდენს კაისაკეთებ, ისე გიტრიალდება, რო გადის დრო. ცუდის გაკეთებული, ცუდი ტრიალდება. კარგი კარგად, რასაც დავაკვირდით ცხოვრებაში. ამიტომ კაის გაკეთება თუ არ შეუძლია ადამიანს, ცუდი არ გაკეთო, ეს ხო შეგიძლია. შეიძლება ღმერთმა არ მისცემს საშუალება, ნიჩი, გამოცდილება, რო კაი გააკეთოს, ცუდი არ გააკეთო, ამას რა უდგას წინ. ამიტომ ჩვენ სფეროში მით უმეტეს ცოდნა, გამოცდილება და პატიოსნება. დღე რო გაივლის, საღამოთი რო დაწვები სახში რომ მიხვალ, შენ თავთან უნდა იყო მართალი. და ყველაფერი კარგადაა მაშინ. ბატონ რეზო, თქვენ თუ გაქვთ პროფესიული იღბალი და თუ გრძნობთ ხოლმე ძალიან რთულ მომენტებში უფლის შეწევნას და კიდევ ერთ ძალიან უხერხულ შეკითხვას დაგისვამთ. თქვენი მშობიარე სამშობიარო ბლოკში ან საკეისრო კვეთის დროს თუ დაღუპულა? მე აი რასაც თქვენ ძალიან იღბალი მშობიარობაში ან მაგიდაზე მე არ დამყვარი რთული პაციენტი როგორ ყოფილა ტრომბოემბოლით გაწრის შემდეგ რაღაცა 30 დღის შემდეგ დაღუპულა ხო სხვა გართულებები მოხდა რაღაცა მაგიდაზე და ბლოკში ასეთი არ მომხდარა. ყველაზე რთულ მომენტებში გრძნობთ რომ უფალი გეხმარებათ იმ თქვენი სიკეთისთვის. დასაკვირველია. იმ სწორი დამოკიდებულებით. დასაკვირველია. ძალას გაძლევს ყველაფერს. ფარული ანგელოზი ღმერთი მაგის წყალობით, რასაც ჩვენ სფეროში მითუმე, ყველა სფეროში მე რომ გითხო. იღბალი აუცილებელია. ბატონ რეზო, მე კითხეთ რა არის მეთქი ყველაზე სამარცხვინო საქციელი ექიმისთვის და თქვენი აზრით რა არის ყველაზე უფრო შავი და მუქი ლაქები ექიმის თეთრ ხალათზე? ექიმმა უნდა დაიხარჯო როგორც ზანეთ, ის უნდა გააკეთო როგორც ახლობლისთვის, არ უნდა დაედო ეს ლაკა ხო? თუ ამას ვერ აკეთებ და არ აკეთებ, ჯობია ხალათი გაიხადო დაждდეს სახში. ჩვენი სფერო ისეთია, კარგი უნდა აკეთო ყოველთვის. მით უმეტეს ხო? კეთილ საქმეს აკეთებ. ჩვენ ღმერთმა მოგცა იმის შანსი, რომ ყოველდღე ვაკეთოთ კარგი. ხანდახან სხვა პროფესიით კი არა, ყველგან შეგიძლია კაი გააკეთო და მე მთელი ცხოვრება იხსენებს ამას ხო? ან წელიწადში ერთხელ გააკეთა კაი საქმე, ორჯერ, სამჯერ. ჩვენ ყოველდღე ღმერთმა მოგცა მაგის საშუალება, ყოველდღე ვაკეთოთ კარგი. ამაზე ბედნიერება რა არის? არაფერი არ არის. მით უმეტეს სმიანობა. ბავშვი დაიბადა, ახალი სიცოცხლე იწყება და ამის თანამოზიარი შენახარ. ბედნიერება დედის ცრემლებს ნახულობ, სიხარულის ცრემლებს. ბედნიერება რასაკვირველია. რა არის უპატიებელი ექიმისთვის თქვენი აზრით?
არსებობს სამედიცინო შეცდომა და არსებობს გულგრილობა. გულგრილობა ეს დიდი ცოდვაა რასაკვირველია. არ შეიძლება ექიმა გულგრილობა ყველა სფეროში და საექიმო სფეროში და მით უმეტეს სამიანოში გულგრილობა დაუშვებელია. თუ ვერაკეთებ, უნდა მოიწვიო ვინა ამის ამბიცია არ უნდა გაწუხებდეს. მოიწვიო ვინ არის ამის გამკეთებელი, პროფესიონალიზმი იქნება თუ რაღაც. ეს არაფერი ცუდი არ არის, პირიქით. ბედნიერებაა. მე ხა იმას კი არ ვამბობ, არ ვიცი ჩაწერთ რა. არიან კარგი ექიმები, არიან ცუდი და არიან ექიმები, რომელიც უნდა გეშინოდეს, ხო? ამბობენ ხადახადა. ამიტომ ცუდი ექიმი რო არის, კაის დაუძახებს და ეთქვის რომ მოიწვევს და ვერაკეთებს იმას იმ დონეზე შეიძლება. და ეს ბედნიერებაა, მოიწვია და გერჩი კიდაც ჩვენი გუნდური პრინციპია, ხო? ამიტომ უნდა გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია მაღალ დონეზე, რომ ყველაფერი არაფერი უნდა დააყო. ანუ წარმატებული კვალიფიკაცია ხადახადა ახალგაზრდები არიან, არა ვალდებული ყველაფერს აკეთებდეს. დრო ჭირდება, გამოცდილება ჭირდება. ამიტომ უნდა მიიწვიო ის გამოცდილება, ვისაც აქვს, რომ უსაფრთხოდ იყოს პაციენტი, ორსული მით უმეტეს და იმ კვალიფიკაციის რთული პაციენტი რო არის, ის მერე კი არა თავიდანვე უნდა იყოს ჩართული. და მე როგორ ჩვენ ახლა დაუშვათ არის უროლოგი ჭირდება, ხო? ვიცით წინასწარ ჩაზრდილია მიდის შარდის ბუშტამდე. უროლოგი მანუს უნდა მოიყვანოთ, მე კი არ უნდა უძახოთ. ამიტომ რთული კონტინგენტი რო არის და რა დაგჭირდება, მე წინასწარ უნდა იყოს ეს იქვე შედგენილი და ოპერაციის დაწყებისას დიდი სისხლისდან ამოსალოდნელი, ხო? ანგიოხირურგი უნდა იყოს, იმიტომ ხანდახან არტერია უტერინარა, არტერია ილიაკა ინტერნა, აორტა რომოდის იმის გადაკვანძა დაგჭირდება, რომელიც მუსის ფარის უკანა ანგიოხირურგი ჭირდება ამ პროცედურას. უროლოგი ჭირდება, კი შეიძლება შენ გააკეთო, მაგრამ შარდის ბუშტს გაკერავ, მაგრამ ეგებს შარსაწვეთია, იქ ჭირდება ანასტამოზის უროლოგი უნდა მოიყვანო. ქირურგია შეხორცებითი პროცესებია, რეზექცია დაჭირდება, შეიძლება ქირურგი უნდა იყოს გვერდში. ანუ გუნდურობა არის გამოსავალი ბატონეზო. კონტინგენტია, ჩვენ ასე ვაკეთებთ, ხო? ჩვენ რთული როცა პირველი მეორე დონის არაფერი ცუდი პროფესიონალები არიან, მუშაობენ ჩემი მეგობრები, მაგრამ როცა ესეთი რთული კონტინგენტია, ეს ამბიცია კი არ არის. აგზავნიან, ხო? გამკეთებელია ნებისმიერი იქ, მაგრამ როცა ჭირდება პოლიპროფესიული დახმარება, რასაკვირველია, იქ უნდა იყოს სადაც ნებისმიერი საქმე. რო გაკეთდეს, აუცილებელია ბაზა უნდა იყოს და კადრები, ხო? როცა ეს ორივე არის, მე ყველაფერი კარგად მიდის. თქვენ ახსენეთ ამპარტავნება. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ცუდი თვისება, რაც შეიძლება ექიმს კონდეს, ეს არის ამპარტავნება და შეიძლება სწორედ ამ თვისების გამო გართულდეს პაციენტი. რასაკვირველია, ეს არ შეიძლება, საექიმო სფეროში დაუშვებელია. რო ის ამპარტავნება, ხო ხა ეს მე არ ჩემხვედი, ხა ჩემი რგული არც ყოფილა ესეთი და კაი ლექსი აქვს გომელაურს, ხო? იუდაზე რო იყო, არ მომტარაო, ხო? ისე ვაკ. თავის სიმსივრეს ვერ მოერია. ხა თავის სიმსივრეს თუ ვერ ეროა, სამის სუროში მე ჩემ გვერდში არ მინახავს. ეს ცუდია ძალიან. ხო? არ შეიძლება, დაუშვებელია. ბატონეზო, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ პაციენტის უფლებებზე. მე პირადად ვკითხულობ სამედიცინო პერსონალთან პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტებს. ასევე გვაქვს საკრედიტებული კურსი ექიმების, სადაც ექიმებს ვუკითხავთ პაციენტთა უფლებების შესახებ კანონმდებლობას და ასე შემდეგ. და ძალიან ხშირად მომისმენია თქვენი კოლეგებისგან, რომ საყვედურობენ, რა არის მხოლოდ პაციენტთა უფლებებზე რო ლაპარაკობთ, ჩვენს უფლებებს არავინ იცავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეისათვის საქართველოში სჭირდებათ თუ არა ექიმებს დაცვა და ყველაზე ხშირად რა პრობლემები ექმნება სამედიცინო პერსონალს? რასაკვირველია, ექიმი უნდა იყოს დაცული. ზევა ყველაფერი გააკეთა და ექიმის ბრალი ყოველთვის არ არის, ხო? დიახ. როგორც ვთქვი, არის ხანდახან ჰიუსტონის ცენტრში მეიოს კლინიკაში რთულდება. სადაც ძვირადღირებულია იხდიან, აპარატურაც აქვს, კადრები კარგია რთულდება. ამიტომ მედიცინა არაზუსტი მეცნიერებაა. ამიტომ ექიმი უნდა იყოს დაცული, თუ ყველაფერი გააკეთა და ისე გააკეთა სწორად ყველაფერი ადეკვატურად და მე ის აგრესია რომელიც არის, არ უნდა იყოს. ცუდია ახალი თაობისთვის. დობას თუ უკარგავენ მოსახლეობას ექიმის მიმართ, მაგი უნდა მივიდეს ექიმთან, ხო? და დობა დაკარგული ექიმთან სიარული არ შეიძლება. ამიტომ ექიმს უნდა კონდეს თავის ავტორიტეტი და აუცილებლად ჭირდება ექიმის გვერდზე დგომა. დაწყებული პეტროპილიდან მოყოლებული მე მოგახსენებთ ყოველთვის იყო პრობლემები, მაგრამ იყო პარალელურად ისეთი, თუ გინდა სანქტ-პეტერბურგში გადარჩენილი თური პაციენტი რომელიც იყო, გამოიყვანდნენ დიდი ფაიტონი კარეტა. ხო იქ დააწვენდნენ ამ პაციენტს, ანახებდნენ რომ ეს უიმედო პაციენტი იყო, გადარჩა და ხალხი ნახულობდა რომ ეს იმ დროს ხვევი. ამიტომ ექიმს ჭირდება, მე არ გვერდში დგომა. რთული როც არის. მადლობა სჭირდება ექიმს, უბრალოდ გულწრფელი მადლობა. ხო, რასაკვირველია, იმიტომ რომ შენ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ამაზე ბედნიერება რა არის, ხო? ყველას თავის დაფასებას არ მინდა შევადარო და იქ უფრო მადლიერია კაცი ადამიანი, მიდის, ხო? ყველა არ მინდა ხა მოიყვანო სხვა სფეროში.
ჯანმრთელობას ზრუნავს დღე-დღე არის გვერდში. ამიტომ დაფასებაც უნდა გქონდეს ეგ სათანადო რასაკურველია, მაგრამ ხანდახან ზოგი როგორა კარგი რო არის ვაჟაბშავალ არასამოვდა, ცუდას რა თუნდა მტერობა, კარგია მოდამტრიანი. ხანდახან კარგია ზოგი შურის ფაქტორიც არის, თუ რა ვერ გავიგე. შესაძლოა რომ მაგრამ ასეცა ხდება. კაი გააკეთე ვერაფასებს კაცს. ანუ ჩვენი მხრიდან რა შეიძლება გავაკეთოთ, ალბათ მე ჩემი მხრიდან მაგალითად ბატონ რეზო, პირობას ვდებ, რომ მაქსიმალურად ვეცდები კარგი ღირსეული ექიმების პოპულარიზაცია მოვახდინოთ. მათი გაკეთებული უნიკალური ოპერაციები, მათი გადარჩენილი პაციენტების შესახებ ისტორიები გამოვიტანოთ სამზეოზე და მადლობა ვუთხრათ ამ ადამიანებს თავისი ძალიან ისეთი კოლოსალური შრომისთვის. მადლობაც მოგახსენებთ ბატონ რეზო გულითადი საუბრისთვის, ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება განსაკუთრებით ახალგაზრდა ექიმებისთვის თქვენი ინტერვიუს მოსმენა და წარმატებას გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, რომელიც ემსახურება ქართველი ერის გამრავლებას. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა. მადლობა რომ გვიყურეთ, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა.